დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი ნათია ლომიძე, რომელსაც მივესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ნათია გადაცემაში მონაწილეობისთვის. თემა საკმაოდ აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და დღესდღეობით მსოფლიო მედიცინა ცდილობს, რომ რაღაცნაირად აღმოფხრას და შეაჩეროს სიმსუქნის განვითარება, თუმცა სანამ დავიწყებდეთ კონკრეტულად სიმსუქნეზე საუბარს, მე მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ ტერმინებს ჭარბწონას და სიმსუქნეს. იქედან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში კოლეგებიც კი ძალიან უფრთხიან ხოლმე ტერმინის სიმსუქნის გამოყენებას და სიმსუქნით დაავადებულ ადამიანები შეიძლება მოიხსენიონ ჭარბწონიან ადამიანებად და ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტერმინი არის. როგორ უნდა განვასხვავოთ ჭარბწონა და სიმსუქნე ერთმანეთისგან რა კრიტერიუმებით, იქედან გამომდინარე, რომ ჭარბწონა ეს არის მდგომარეობა, ხოლო სიმსუქნე ეს უკვე დაავადება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემეყურებელს. სიმსუქნე ეს არის ქრონიკული მეტაბოლური და შექცევადი დაავადება, რომელიც რეალურად გამოითვლება BMI-ის მიხედვით, სიმსუქნე არა როგორც ეპითეტი, არამედ როგორც დაავადება სიმსუქნე. BMI გამოითვლება როგორც ვიცით სიმაღლის და წონის თანაფარდობით. ნორმაში BMI ესე იგი არის 18.5-დან 25-მდე, 25-დან 30-მდე ვუწოდებთ ჭარბწონას და 30-ს ზემოთ არის უკვე დაავადება სიმსუქნე. აქ უკვე სხვადასხვა ტიპის სიმსუქნეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. 30-დან 35-მდე არის ტიპი 1 სიმსუქნე, 35-დან 40-მდე მეორე ტიპი და შემდეგ არის უკვე მორბიდული სიმსუქნე. სიმსუქნე არის რეალურად პრობლემა და რომელიც საჭიროებს ჩვენგან ჩარევას და ძალიან დიდი ყურადღების გამახვილებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა დამატებითი პათოლოგიის განვითარებას შეიძლება დაუდოს საფუძველი. დიახ. და ერთხელ კიდევ მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს BMI-ის, ანუ სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა საკმაოდ მარტივი არის სახლის პირობებშიც და ეს გახლავთ ჩვენი წონა, უნდა გავამრავლოთ უნდა გავყოთ ჩვენი სიმაღლის მეტრ კვადრატზე, რაც გულისხმობს, რომ თუ მაგალითად ვიწონით 75 კილოგრამს და ჩვენი სიმაღლე არის 1 მეტრი და 78 მაგალითად, ამ შემთხვევაში 75 უნდა გავყოთ 1 და 78-ზე და მიღებული ციფრი კიდევ უნდა გავყოთ 1 და 78-ზე და აი მიღებული ციფრი სწორედ გახლავთ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი, რაც განაპირობებს ჩვენ ნორმალურ წონას ან ჭარბწონას ან უკვე დაავადებას როგორც სიმსუქნეს. სიმსუქნის გამოწვევი ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს და ყოველდღიურ პრაქტიკაში ალბათ თქვენს გქონიათ მომენტები, როდესაც მოდიან ადამიანები და ამბობენ მაგალითად, რომ აი არ ვჭამ და ისევ სუქდები, ან სიმსუქნეს აბრალებენ სხვადასხვა მდგომარეობებს, სიმსუქნეს აბრალებენ ხშირ შემთხვევაში მაგალითად გარკვეულ მედიკამენტებს, გარკვეულ დაავადებებს და ასე შემდეგ. რომ ჩამოვთვალოთ სიმსუქნის განმაპირობებელი ფაქტორები, რამ შეიძლება მოახდინოს პროვოცირება სიმსუქნის განვითარების. სიმსუქნესაც გენეტიკური კომპონენტი აქვს და მისი გენეტიკური წინასწარ-განწყობა აუცილებელი არსებობდეს, თუმცა არის მთელი რიგი დამატებითი რისკ ფაქტორები, რომელიც არსებობის შემთხვევაშიც, ასე ვთქვათ, ეს ფაქტორები ტრიგერი არის ხოლმე, რომ ჩამოყალიბდეს დაავადება სიმსუქნე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკვები, როდესაც არის დარღვეული ბალანსი მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის. როდესაც იმაზე მეც ვიღებთ, ვიდრე ვხარჯავთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს. შემდგომ ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობა, როდესაც არ არის ადეკვატური ფიზიკური აქტივობა და იგივე ეს კალორიული ბალანსი, ანუ ჭარბი კალორიები არ განიხარჯება კუნთოვანი ქსოვილის მიერ. კუნთოვან ქსოვილზე რეალურად აი მაგალითად გლუკოზას რომ შევეხოთ, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს გლუკოზის მეტაბოლიზმში კუნთოვან ქსოვილს, მისი 80% მოდის კუნთოვან ქსოვილზე. გლუკოზა კი ძალიან მნიშვნელოვანია იგივე სიმსუქნეს თანმიმართებაში, იმიტომ რომ ჭარბი გლუკოზა საბოლოო ჯამში ცხიმის სახით დაგროვდება და დამარაგდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. გარდა ამისა, კი, ნამდვილად სწორი არის, რომ გარკვეული მედიკამენტები შესაძლოა იყოს სიმსუქნის გამომწვევი ფაქტორი, როგორც არის მაგალითად სხვადასხვა ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ასე შემდეგ. ასევე სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობები, როგორც არის მაგალითად ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი
ორგანოა, რომელიც ჩვენს მეტაბოლიზმს განსაზღვრავს და თუ მთლიანობაში ჩვენი მეტაბოლიზმის ტემპი არის შენელებული, ეს რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნის განვითარება და უფრო მეტად ანაბოლური პროცესების წინ წამოწევა და ასე ვთქვათ, დაგროვება, ჩალაგება კანქვეშა-ცხიმოვანქვეულში. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ალბათ ისიც, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მდგომარეობები არსებობს, სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები, არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ანელებს მეტაბოლიზმს, ანუ ჰიპოთირეოზი, ეგრეთ წოდებული, მაშინ როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის დაქვეითებული, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის სიმსუქნის განვითარების, თუმცა არსებობს აგრეთვე ჰიპერთირეოზი, ანუ მაშინ როდესაც პირიქით მეტაბოლიზმის სიჩქარე ბევრად უფრო აქტიური არის, რაც აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩივილებს იწვევს და რიგ შემთხვევებში წონის დეფიციტთანაც კი მიდის ხოლმე პაციენტი, ამიტომ აქაც რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმის ჩართულობას დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ალბათ დამეთანხმებით. თუმცა მაინც ალბათ უნდა აღვნიშნოთ ნათია ისიც, რომ რაც ჩამოთვალეთ ფაქტორები, მაინც ყველაფერი არის კვებასთან მიბმული, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ის მედიკამენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ და ხშირ შემთხვევაში ასევე კიდევ გამახვილებული აქვთ ხოლმე ყურადღება სტეროიდებზე, მაგალითად ხო სტეროიდულ ჰორმონებით თერაპია, როდესაც არის ხოლმე საჭირო, თუ კვებით ჩვენ ვუწყობთ ხელს აი ამ მდგომარეობებს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ შესაძლებელია შევინარჩუნოთ აღნიშნული წონა და ვთქვათ აუცილებლობას არ წარმოადგენს წონის მატება, ხო? კი ბატონო, ეს საქართველოში როგორი კვების მოდელი არის პოპულარული, ხო? ხშირად ჩვენი პაციენტები გვეუბნებიან, რომ დილით საუზმე როგორც წესი არ უყვართ ქართულ პაციენტებს. შემდეგ არ მაქვს როგორ ვისაუზმო. კი. შემდეგ დღის განმავლობაში ფაქტიურად სრულფასოვანი სადილი ესე არ არის და ესე რაც მარტივად ხელთ მიუწვდებათ, იმით იკვებებიან და როგორც წესი ეს არის ხოლმე მარტივი ნახშირწყლები და საბოლოო ჯამში დღის კალორიული. კი ბატონო, შესაძლოა პაციენტმა ადამიანმა არც ჩათვალოს, რომ რამეს იღებს, რამეს მიირთმევს, მაგრამ საბოლოო ჯამში კალორიულ ნორმას ძალიან გადააჭარბოს. აი იგივე თხილეულს რომ მიუბრუნდეთ, 100 გრამ თხილეულში ჯამში შეიძლება 600-ზე მეტი კალორია იყოს. და რაც ძალიან მარტივია ამ კალორიებით ჯამში გადავაჭარბოთ დღიურ ნორმას. შეიძლება ჩვენ არ დავნაყრდეთ და არ გქონდეს სიმაცხრის შეგრძნება, თუმცა მივიღოთ კი, არ დავნაყრდეთ, არ ჩავთვალოთ რომ არც მიგვირთმევია არაფერი, მაგრამ მაინც გადავაჭარბოთ. და საბოლოო ჯამში სახლში ვახშამი არის ხოლმე ყველაზე დატვირთული კვება დღის განმავლობაში, რაც არის ყველაზე არასწორი მოდელი სიმსუქნის განვითარების თვალსაზრისით, კარდიოვასკულარული გართულებების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე ცუდი მოდელია. და ჩვენ ენდოკრინოლოგები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვასწავლოთ პაციენტებს, რომ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით 4-5 ჯერად იკვება, როგორღაც მოახდინონ ამის ინტეგრირება, სრულფასოვანი საუზმე, სადილი ვახშამი და მათ შორის არსებული ხემსები. თუმცა აქვე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის უთხრათ ისიც, რომ თუ ჩვენ მაგალითად თუნდაც ვახშამი შეიძლება იყოს დატვირთული, მაგრამ არ ვაჭარბებთ კალორაჟით დღიურ ნორმას, ღამის კვება ყოველთვის არ ნიშნავს მაინც სიმსუქნის განვითარებას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღიური ნორმას არ იყოს გადაჭარბებული, მაგრამ სწორედ რომ თუ დღის განმავლობაში ვითარდება შიმშილი, ხშირ შემთხვევაში უკვე ვერ ვსაცურავთ ხოლმე ღამის კვებას და ანუ დიდი ოდენობით კალორაჟით დატვირთული საკვების მიღება გვიწევს. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე ესეც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხდება ხოლმე განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც მშობლებს მოყავთ, რომ ნუ აი რამოდენიმე კილოგრამი აწურხებს, ზედმეტი წონა აქვს, ნუ მერე რა გაიზრდება და აღარ ექნება და ასე შემდეგ. რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნემ, როგორც დაავადება, რასთან შეიძლება მიგვიყვანოს? სიმსუქნის სამწუხაროდ ძალიან გაახალგაზრდავებული მომენტია და ბავშვობის ასაკში მისი ტენდენცია კიდევ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ბავშვთა ასაკში სიმსუქნის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები არის ყველაზე მეტად ეკრან დამოკიდებულება, კვებას და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც აი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტად წამოვიდა. ბავშვთა ასაკში განვითარებული ჭარბი წონის კონტროლი და კორექცია კიდევ უფრო მეტად რთულია, რაც უფრო ასაკის ზრდა მოდის. სიმსუქნეს ასევე
შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ აქ ზრდის ჰორმონიც ვახსენოთ, ეს მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც პირდაპირ იწვევს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ ჩამოყალიბებას და ჭარბი წონა და პირდაპირ ცხიმოვანი მჟავების სიჭარბე სისხლში თრგუნავს ზრდის ჰორმონის მოქმედებას, ასევე ჰიპერგლიკემიას თრგუნავს ზრდის ჰორმონის მოქმედებას, ანუ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე მაშინ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ვახსენებთ ფიზიკურ აქტივობას და კვებას, აქვე გათვალისწინებული იყოს ძილის რეჟიმი, ალბათ დამეთანხმებით, იმიტომ რომ ძილს ისევე როგორც ზრდის ჰორმონის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებაში, ასევე მთლიან მეტაბოლიზმში ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნემ უკვე ზრდასრულ ასაკში, რა გართულებები შეიძლება მივიღოთ ჩვენ? აი პაციენტი როდესაც მოდის ჩვენთან ხშირ შემთხვევაში საწყის ეტაპზე არანაირი ჩეული არ აქვს ხოლმე თუნდაც მის სიმსუქნესთან მიმართებაში, თუმცა შემდგომ უკვე მოდის ისეთი გართულებები, როგორიც არის კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ გართულებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია, ღვიძლის გაცხიმოვნება, აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის შეჭიდული და ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში. ასევე მამაკაცებში კიდევ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ზოგადად არ არის ესე იზოლირებული, უბრალოდ ცალკე აღებული ორგანო, ეს არის ენდოკრინულად აქტიური ორგანო, რომელიც მუდმივად გამოიმუშავებს სხვადასხვა ანთების მედიატორებს, ციტოკინებს, რომელიც უტევს ყველაფერს მთელს ორგანიზმში, მთელს ორგანოთა სისტემას და იწვევს ანთებით ცვლილებებს. გარდა ამისა, აი არომატაზა ვახსენოთ, რომელიც არის ესეთი ფერმენტი და რაც უფრო მეტად არის, რაც უფრო ინტენსიურად არის კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული, მით უფრო აქტიურია არომატაზას აქტივობა. და არომატაზა აკეთებს იმას, რომ ტესტოსტერონიდან ტესტოსტერონის გარდაქმნის ესტროგენად. ანუ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე პირდაპირ ქვეითდება, რაც ძალიან ბევრ სასქესო დისფუნქციასთან, სასქესო სისტემის დისფუნქციასთან არის ასოცირებული. მათ შორის ისევე როგორც პოტენციის დარღვევებთან, ასევე შვილოსნობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ასოცირებული არის საბოლოო ჯამში. და ძალიან ბევრს ცდილობს მსოფლიო მედიცინა იმას, რომ როგორღაც ესე ვთქვათ დაამარცხოს სიმსუქნე, თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ ის არის ქრონიკული დაავადება და პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რემისიაში შეგვიძლია მისი გადაყვანა და აუცილებელი არის ამისთვის ცხოვრების წესი, მაგრამ დღესდღეობით არსებობს უამრავი სხვა დამხმარე საშუალებები, მათ შორის FDA-ის მიერ რეგისტრირებული მედიკამენტებით სიმსუქნის კურნალობაში. რა არის დღესდღეობით თანამედროვე კურნალობა სიმსუქნის და რა არის წამყვანი მეთოდები მის კურნალობაში? არის გარკვეული მედიკამენტების ჯგუფი სიმსუქნის კურნალობაში მოწოდებული, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს ცხოვრების სტილის შეცვლის პარალელურად და კვების მოწესრიგებასთან პარალელურად და ცალკე ეს მედიკამენტები ვერ იმოქმედებს. იგივე ეს პოპულარული ოზემპიკი, რაზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ ავიღოთ, კი შესაძლოა მისი მოქმედებით წონის კლება მოხდეს, თუმცა წონის კლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ვთქვათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კვებას არ მივაქციოთ ყურადღება, ხო? აუცილებელია. წონის კლება ყოველ 1 კილოგრამზე 25% მოდის კუნთოვან მასაზე. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ჯერ ერთი კლების პროცესში ცილები მივიღოთ აქტიურად, რომ ეს კუნთის დანაკარგი და ცილის დანაკარგი შევავსოთ და მეორე, საბოლოო ჯამში ნებისმიერი ფორმით წონის კლების შენარჩუნების ეტაპზე მივდივართ ისევ კვებით ამ ყველაფრის მოწესრიგებასთან, იმიტომ რომ მუდმივად ამ მედიკამენტებზე ვერ ვიქნებით. ამიტომ საბოლოო ჯამში ისევ კვებას უბრუნდებით. ამიტომ პირველი ეტაპი მაინც არის კვების მოწესრიგება და ფიზიკური აქტივობა. ანუ სიმსუქნის მკურნალობაში ჯერჯერობით რადიკალურად პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ იცვლება და მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებას, სწორ ძილს და რა თქმა უნდა წყლის მიღებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია არის ასევე ჩვენი მეტაბოლიზმის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ნათია გადაცემაში მონაწილეობისათვის. ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და გარკვეულ გადაწყვეტილებას მკურნალობის დაწყების თვალსაზრისით თუ სიმსუქნით დაავადებული ადამიანი მიიღებს ან გაითვალისწინებს ჩვენ რჩევებს. მე კი დავამშვიდობები ჩვენ მაყურებელს. ესეთი იყო ჩვენი ჯანმრთელობის რუბრიკა დღეს და აუცილებლად დაგიბრუნდებით მომავალ კვირას. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი